გულისხმობთ მე-9 საათზე ნათი ლაზაშვილთან ერთად საღამო მშვიდობისა რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. სკანდალურ ვიდეოზე გადაღებული პატიმრის მონაყოლი რას იხსენებს მე-9-თან ექსკლუზიური ინტერვიუში ყოფილი მსჯავრდებული, რომელმაც სასჯელი გლდანის მერვე საპრობილეში მოიხადა. კადრებში გაუპატეურებით მემუქრება, რაციაში გადასცემს ოლეგი, რომ ამოიყვანოს ქათამი. აი ეს ეპიზოდები, რაც აქ არის გადაღებული, ეს გრძელდებოდა 9 თვის განმავლობაში. იმით რა თქვენ გუშინ მიიღეთ. ყველა ჩვენგანი გავჭრიდეთ, გოჩა. არანაირი აზრი ჩვენს იქ ყოფნა სიმღერას არ აქვს, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გადავიღებთ და დავაფიქრეთ. CSKOS გადაწყვეტილება, მედიის პროტესტი და ინგა გრიგოლიას არჩევანი. რა საფრთხეს უქმნის არჩევნებს ჟურნალისტებისათვის დაწესებული რეგულაციები. გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არის სრული ცინიზმი, იმიტომ რომ ისი მათ დახურეს საარჩევნო პროცესი და არავითარ გამჭვირვალობაზე საუბარი არ არის შესაძლებელი. ერთადერთი რაც საზოგადოებას მიცემს რეალურ სურათს იმისას, თუ რა ხდება არჩევნებზე, არის დოკუმენტური მასალა, რომლის გადაღება შეიძლება სწორედ კამერებით. ამის იმედად იყო მთელი საზოგადოება. მოთხოვნა, რომლის საფუძველიც გიორგი აბდალაძის ინტერვიუ გახდა. უნდა დაიწყოს თუ არა ხელახალი ძიება ფოტორეპორტიორების საქმეზე. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს ბაჩუ ახალაიასი და იგი უმოკლეს პერიოდში დაპატიმრებული იქნეს. ცხადზე უცხადესია ახლა აღმოჩენილი გარემოება და იმსახურებს ეს საქმე ხელახლა გადახედვას. 4 ადამიანი შევაწყდით სისტემას, რომელიც არის დაუნდობელი. პატიმარი, რომელიც წამების სამსახურ ვიდეო მასალაზეა გადაღებული, მე-9 არხს ექსკლუზიური ინტერვიუს აძლევს. მიხეილ ბერძენიშვილი, რომელმაც წელიწადზე მეტი გაატარა გლდანის მერვე საპრობილეში, თარიღების მიხედვით იხსენებს მასზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტებს. ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ საქართველოს ციხეებში მსჯავრდებულთა 80% არაადამიანური მოპყრობის სწორედ იმ გზას გადის, რაც მან გლდანის საპრობილეში გაიარა და რაც მთელმა მსოფლიომ რამდენიმე დღის წინ იხილა. 25 წლის ყოფილი პატიმარი დღეს მე-9 არხს წამების მეთოდებზე ესაუბრება და გვარებს უსახელებს. მიხეილ ბერძენიშვილს დაჭერით დღესაც ემუქრებიან, ამიტომ მან თავად მოითხოვა, რომ მისი სახე არ დავფაროთ. აი ეს გახლავთ ოლეგ ფაცაცია. ამის სახეს რა დამავიწყებს? ეგრეთ წოდებული რეჟიმის უფროსი. ეს ლადო არის აი ამ კადრების გადამღები. 25 წლის მიხეილ ბერძენიშვილი დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც ეს ვიდეო გადაიღეს. ეს წამების ფაქტი გრძელდებოდა რამოდენიმე საათი. შესვენების პერიოდებით. ბოლო ეპიზოდია ამოჭედული კადრიდან თუ არ არის გადაღებული, ზუსტად არ ვიცი. იმიტომ რომ უკვე იმ კადრებში გაუპატეურებით მემუქრება, რაციაში გადასცემს ოლეგი, რომ ამოიყვანოს ქათამი. ეხლა დაგება და ქათამს რომ მოვაწყნევი რომ შენი თავი, მე რა დაიწე. ქათამს რომ მოვაწყნევი რომ შენი თავი. მე რა შვედი, ვიცი, და ეს კამერით რომ გადაგიგე. როგორც გლდანის საპრობილის ყოფილი პატიმარი ამბობს, მას საპრობილის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას წამებით აიძულებდნენ. აი ეს ის მომენტია, როცა ვცადე თავის დაძვრენას. იმ მომენტში ორი ვარიანტი მქონდა, მე სხვა ვარიანტი არ მქონდა. ან ქათამი მიმიღებდა, გამოუპატიურებდა, ან კიდე პატმისკა უნდა დამეწერა. ნუ რეალურად თვალებში ხო ჩავხედე და რეალურად ხო დავინახე, რომ ამოიყვანეს რა და დაიწყო მოქმედება ჩემ წინააღმდეგ. ამ გავრცელებული კადრების გარდა მიხეილ ბერძენიშვილი გლდანის საპრობილეში გატარებულ წელიწად ნახევარს იხსენებს და იქ არსებულ წამების მეთოდებზეც საუბრობს. 11 მარტს დაშლაზე, ანუ ეგრეთ წოდებულ დაშლას წითელ ხაზს ეძახიან, სადაც პატიმრები რიგრიგობით გადიან და ხდება მათი ცემა ტყეპა. გამიყვანეს კარანტინის ცალიერ კამერაში, ანუ წითელი ხაზის გვერდითვე კიბეების ქვეშ მდებარეობს ეგ კამერა. ფეხზე ნიუ-ბალანსის ბოტასები მეცვა გამხადეს და ხელის გულებით დავეყრდენ ის კამს და ბეჭებში წავიდა ცემა. ნუ სანამ გონება მქონდა ვიდექი, გავითიშე, მე გამოვაფხიზლეს, ერთი პარტია კიდე გაგრძელდა და მე მაგით მორჩა და კორპუსზე ამწიეს. როგორც ყოფილი პატიმარი ამბობს, გლდანის მერვე საპრობილის პატიმართა 80%-ს წამების ანალოგიური მეთოდი აქვს გავლილი. 19 სექტემბერს დაახლოებით სადღაც საღამოს 6 საათისთვის მოხდა კორპუსზე ჩამოვლა დაიწყო პირველი კამერიდან დაწყებული ბოლო კამერამდე, ყველა კამერაში შემოვიდნენ, ყველა პატიმარს მოხდა თითქმის, ვინც არ შევიდა შპონკის ქვეშ.
ამ კადრების ეთერში გასვლის შემდეგ მიხეილ ბერძენიშვილთან რამდენიმე მუქარის ზარიც განხორციელდა. პრობაციის ბიუროში ვიყავი ჩამოსული. ჩემ პირად ოფიცერთან მივედი საბუთების გადატანასთან დაკავშირების თხოვნით. გამოსვლისას კაბინეტიდან რომ გამოვედი, ორი პიროვნება შეუნიშნა. ერთ-ერთმა მათგანმა მაჯაში მომკიდა ხელი. თუ არა ვწდები, ეგ პიროვნება, რომელმაც მაჯაში ხელი წამოაყო, რუსთავის კუდის უფროსი უნდა იყოს. ამასობაში ჩემმა ადვოკატმა მოახდინა თქვენთან დაკავშირება და თქვენ სანამ მოხვდებით, ისინიც წავიდნენ, რომ გაიგეს ტელევიზია მოდიოდა. ისინიც გაბრუნდნენ და წავიდნენ. 25 წლის მიხეილ ბერძენიშვილს გლდანის საპყრობილეში გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ კიდევ 20 წელიწადნახევარი პირობითად აქვს მოსახდელი. დანის როკი დავა და დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე მედიის საქმიანობა შეზღუდა. გამჭვირვალობას მოაქვს ნდობა CSKO-ს საკუთარი სლოგანის წინააღმდეგ გამოდის. არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. თუმცა ამ ადგილიდან ვერ გადაღებ კაბინის შესასვლელსაც კი, სადაც ამ მრჩეველზე შესაძლოა ან ზეწოლა მოხდეს, ან მასთან ერთად სხვა ადამიანიც შევიდეს. ასეთი გამოცდილება კი საქართველოს წინაარჩევნებზე უკვე ჰქონდა. ამის გარდა თუ ჟურნალისტი მისთვის გამოყოფილ ადგილს დატოვებს, მედიის წარმომადგენლებს უბრინდან გააძევებენ. წუხელ ღამის 12 საათზე მიღებულ ამ გადაწყვეტილებას კომისიის 11-მა წევრმა მისახმა. მედიის წარმომადგენლების მოთხოვნის მიუხედავად ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოსვლა არავინ ისურვა. ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმის გასარკვევად შეიკრიბნენ, რატომ გადაწყვიტა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე CSKO-მ საარჩევნო უბანზე მედიის საქმიანობის შეზღუდვა. ერთადერთი, რაც საზოგადოებას მიცემს რეალურ სურათს იმისას, თუ რა ხდება არჩევნებზე, არის დოკუმენტური მასალა, რომლის გადაღება შეიძლება სწორედ კამერებით. ამის იმედად იყო მთელი საზოგადოება, რომ უმცირესობის პირობებშიც კი ოპოზიციას ექნებოდა საშუალება რეალური სურათი ეჩვენებინა. ეხლა რის იმედად უნდა იყოს საზოგადოება ნამდვილად არ ვიცი. კანონდარღვევას, რომლის ამსახველი ფოტოები კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გელამ თიულიშვილმა წინა არჩევნებზე გადაიღო, დიდი ალბათობით წელს ვერავინ დააფიქსირებს. ჩვენ რაც მოვახერხეთ წინა არჩევნებზე, რომ ძალიან ბევრ საარჩევნო უბანზე გადავიღეთ სამაგიდო სიები, ვფურცლავდით და ისე ვიღებდით, სადაც უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების გასწვრივ იყო ხელმოწერები, რაც ნიშნავდა იმას, რომ ეს იყო გაყალბება. ჩვენ საუბრობდით, ადამიანები წერდნენ საჩივრებს და CSKO და საოლქო საარჩევნო კომისიები ამას არ განიხილავდნენ, იმიტომ რომ არ იყო მტკიცებულება და ეხლა მით უმეტეს საერთოდ არაფერი აღარ გვექნება. გამჭვირვალობას მოაქვს ნდობა. ასეთია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინა საარჩევნო სლოგანი. თუმცა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში მედიის საქმიანობის შეზღუდვით ამომრჩევლის ნდობის გაზრდა ძალიან აეჭვებთ. გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არის სრული ცინიზმი, იმიტომ რომ ისინი მათ დახურეს საარჩევნო პროცესი და არავითარ გამჭვირვალობაზე საუბარი არ არის შესაძლებელი იმ პირობებში და იმ წესებში, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა. პირდაპირ გითხრათ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომ უყურეთ არჩევნებს ჩვენი თვალით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი რეგულაციებით, თუ ჟურნალისტი კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის განკუთვნილ ადგილს დატოვებს და კამერით გადაადგილდება, ფოტო და ვიდეო გადაღების უფლებას საერთოდ კარგავს. მათ ვინც მხარი დაუჭირა საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტების თავისუფლად მუშაობის შეზღუდვას დღეს უკვე ღიად უწოდებენ ხელისუფლების სატელიტ პარტიებს. ქრისტიან დემოკრატები და ევროპელი დემოკრატები, ანუ გიორგი თარგამაძე და პაატა დავითაია, ორივე პოლიტიკური სუბიექტი დღეს ცდილობს თავისი გადაწყვეტილება გაამართლოს და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანოს. პარტია, რომელიც ძირითადად ყოფილი ჟურნალისტებისაგან შედგება, დღეს ირწმუნება, რომ ახალი რეგულაციები მედიის ინტერესებს ემსახურება. თუმცა დღეს CSKO-სთან შეკრებილი 50-მდე ჟურნალისტი ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელს ტვენით ჩახვდა. მოგვეცით მედიას და დამკვირვებლებს უფლება იმის, რაც გვაქვს კოდექსით მონიჭებული და გააბათილეთ თქვენი დადგენილება. სწორედ ასეთი პროტესტი მოხდა დღეს ჟურნალისტების მხრიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 24 სექტემბრის ღამის 12 საათზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც არჩევნების დღეს მედიის წარმომადგენლებს ფოტო და ვიდეო გადაღება ეზღუდებათ. 10 წუთის განმავლობაში შეუძლია ნებისმიერი წერტილი და ნებისმიერი რაკურსით აწარმოოს გადაღება. ინტერვიუს ჩაწერაზე განისაზღვრა, რომ ინტერვიუს ჩაწერა უნდა მოხდეს უბნის გარეთ. და შეგიძლია დღის განმავლობაში 3700-ივე უბანი შემოიაროთ, ყველა კადრები აიღოთ სათითაოდ და იმასაკეთ. უბრალოდ ვეღარ მოbrunდებით, მეორეჯერ ვეღარ აიღებთ კადრებს რა.
არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის CSKO-სა და ნაციონალური მოძრაობის პოზიცია გასაგები იყო, რადგან სწორედ მათ ინტერესებში შედის გაუმჭირვალეს წარიმართოს არჩევნების პროცესი, მაგრამ მიუღებელი აღმოჩნდა მედიის შეზღუდვისთვის ქრისტიან დემოკრატების მხარდაჭერა, რადგან პარტიის წევრების უმრავლესობა თავად არიან ყოფილი ჟურნალისტები. მედიას და არასამთავრობო სექტორს ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წევრმა ლევან ვეფხვაძემ უპასუხა, რომლის მტკიცებითაც პარტიის მიზანს არჩევნების დღეს მედიისთვის მუშაობის გამარტივება წარმოადგენდა. ის ინფორმაციები, რომელიც თელეგრამში ვრცელდებოდა, არის სრული დეზინფორმაცია და არასწორი მოწოდება მონაცემებისა. წაიკითხეთ ყველამ კარგად დოკუმენტი, ვისაც გაქვთ თვალები და ვისაც შეგიძლიათ კითხვა და ლოგიკური აზროვნება. CSKO-ს გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავენ ვერც ნაციონალურ მოძრაობაში. მართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები მედიის მუშაობას არ შეზღუდავს. CSKO-ს ნებისმიერ ტიპის გადაწყვეტილება მიღებული თუ მისაღები კონკრეტულად გადაღებებს რაც შეეხება უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ეს იყოს ერთის მხრივ გამჭვირვალე და მეორეს მხრივ არ შეზღუდოს ვინმეს უფლება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ CSKO-ს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქრისტიან დემოკრატები და ევროპელი დემოკრატები ხელისუფლების სატელიტი პარტიები არიან. საქართველოსთვის სრულად ნათელი გახდა თუ სინამდვილეში როგორი ქმედებები არის ამ ფსევდოოპოზიციური პარტიების მხრიდან როგორ საქმიანობენ ისინი და როგორ არიან ხელისუფლებასთან ერთგვარად ფლირტის მდგომარეობაში. მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ CSKO-მ და ხელისუფლების სატელიტმა პარტიებმა ამ გადაწყვეტილებით არჩევნების გაყალბებას შეუწყვეს ხელი. CSKO-ში დატოვებული ერთი ხმა ქრისტიან დემოკრატებს ძვირად დაუჯდათ. ინგა გრიგოლია გლდანში კენჭს აღარ იყრის. არჩევნებიდან გამოთიშვის გადაწყვეტილებას ყოფილი ჟურნალისტი სწორედ საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ ახალ დადგენილებას უკავშირებს, თუმცა გრიგოლიას წერილობითი განცხადების მიუხედავად მისი პარტიული მეგობრები მაჟორიტარობის კანდიდატის დაკარგვას სულ სხვა მიზეზით ხსნიან. ინგა გრიგოლია ამ დრომდე არ კონტაქტობს მედიასთან, შესაბამისად უცნობია რჩება თუ არა ის პარტიაში, რომელმაც ხმა მედიის თავისუფლების შეზღუდვას მისცა. ნახეთ ქრისტიან დემოკრატთა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. ინგა გრიგოლია ამ დრომდე დუმს. ქრისტიან დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი დღეს მხოლოდ სოციალური ქსელით შემოიფარგლა. მაჟორიტარობის კანდიდატმა საზოგადოებას Facebook-ით აცნობა, რომ გლდანში თავისი კანდიდატურა მოხსნა. მიზეზად კი საკუთარი გუნდის მიერ მხარდაჭერილი CSKO-ს ახალი დადგენილება დაასახელა. ყველა ზარის, ყველა SMS-ის, ყველა კომენტარის აპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ. იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია ქრისტიან დემოკრატები გააკეთებენ განმარტებას, რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას. თანაპარტიელის გადაწყვეტილებას პირველი ლევან ვეფხვაძე გამოეხმაურა და გრიგოლიას ნაბიჯი ფსიქოლოგიური ზეწოლით ახსნა. ეს იყო განმიზნული, ასე ვთქვათ, დაგეგმილი ფსიქოლოგიური ზეწოლა და მე ვისაუბრე დეზინფორმაციაზე, ეს იყო არასწორად მიტანილი ინფორმაცია. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ქრისტიან დემოკრატებმა კიდევ ერთი და გასხოვებული კომენტარი გააკეთეს. ამჯერად თქვეს, რომ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი CSKO-ს დადგენილება არ ყოფილა. ჩვენ საუბრობთ გარკვეული დღეების განმავლობაში იმ რეალურ ვითარებაზე, რომელიც იქნება გლდანში და იმ ტოტალური გაყალბების მოლოდინზე, რომელიც იქ იქნება. შესაბამისად, ამან ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა და რა თქმა უნდა, ამას კიდევ ემატებოდა დანარჩენი ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები, თუნდაც იქნება სოციალური ქსელები. უკვე ყოფილ კონკურენტს გადაწყვეტილება მოუწოდა გლდანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა. მე ვიცოდი, რომ ამ ნაბიჯს გააკეთებდა. ინგას დაუფასდება თავისი ნაბიჯი ქართველი ხალხისგან. ქრისტიან დემოკრატები ამტკიცებენ, რომ ინგა გრიგოლია პარტიიდან არ მიდის და საკრებულოშიც რჩება. მომავალ გეგმებზე თავად გრიგოლიას პოზიცია ჯერ უცნობია. თუმცა პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში ყოფილ ჟურნალისტს უკვე სთავაზობენ ტელევიზიაში დაბრუნებას. მაესტრო მას ეპატიჟება საკუთარ არხზე და ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ინგა მიიღებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას. სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიას მისამართი შეკითხვები CSKO-ს ახალი დადგენილების განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე გაჩნდა. ჯერ კიდევ გუშინ Facebook-ით მაჟორიტარობის უკვე ყოფილი კანდიდატი ამტკიცებდა, რომ ძირითადად ჟურნალისტები დაკომპლექტებული მისი გუნდი ჟურნალისტებზე დადგენილებას მხარს არ დაუჭერდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის პირობას დებდა, რომ ფაქტს გააპროტესტებდა და სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა.
გიორგი აბდალაძემ 15-თვიანი დუმილი დაარღვია, საქმეში ახალი გარემოებები გაჩნდა. საერთაშორისო გამჭვირვალობისა და მედიის მოთხოვნა ასეთია: პასუხისგებაში მიეცეს ბაჩო ახალაია და ხათუნა კალმახელიძე, ხოლო იმის გამო, რომ ძიებას ხელი არ შეუშალონ, თავმდაობიდან მოიხსნას იუსტიციის მინისტრი ზურაბადეიშვილი და მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა. ჯერჯერობით ციხეში ზეწოლის შესახებ 4 ფოტორეპორტიორი და მხოლოდ 1 საუბრობს. ფოტორეპორტიორების საქმის ახლად აღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელახალ გამოძიებას და საქმეში მონაწილე მაღალჩინოსნების, მათ შორის მთავარი პროკურორის გადადგომას მოითხოვს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა დადგეს ბაჩო ახალაიასი და იგი უმოკლეს პერიოდში დაპატიმრებული იქნას. მედია წარმომადგენლები, რომლებიც ფოტორეპორტიორების გათავისუფლების მოთხოვნით სისტემატურად მართავდნენ საპროტესტო აქციებს, ამბობენ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესი უნდა დაიწყოს. ეს ზუსტადაც არის ის ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რომელსაც ძალიან სერიოზულად უმაგრებს ზურგს აი ეს ვიდეოები, რომელიც აქამდე დაედო, ჩემის აზრით ცხადზე უცხადესია ახლად აღმოჩენილი გარემოება და იმსახურებს ეს საქმე ხელახლა გადახედვას და ხელახლა გამოძიებას. ისინი დაისაჯდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ სიმართლე გააგებინეს, თავისი ფოტოებით გააგებინეს სიმართლე მსოფლიოს. გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა სისხლის სამართლის 314 მუხლშია, რომლის თაობაზეც ჟურნალისტებმა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს. ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა გადავწყვეტოთ ჩვენ იმისათვის, რომ ხვალ და ზეგ მსგავსი დანაშაულებრივი მოქმედებები ჩვენი კოლეგების წინააღმდეგ არ გახორციელდეს. თავად გიორგი აბდალაძე, რომლის ინტერვიუც არასამთავრობოების მხრიდან ხელახალი გამოძიების მოთხოვნის საბაბი გახდა, ამბობს, რომ პრობლემა მთლიანად სისტემაშია და დღევანდელი სასამართლოს პირობებში მიუკერძოებელი გამოძიების იმედი არ აქვს. 4 ადამიანი შევასწრით სისტემას, რომელიც არის დაუნდობელი. ეს სისტემა დღესაც მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები ვითომ ზედაპირულად შეიცვალა. სისტემა დარჩა იგივე. ამ საქმეზე უშუალო ინტერესი ჰქონდა ქვეყნის პირველ პირებს. გიორგი აბდალაძე ერთადერთია ჯაშუშობაში ბრალდებულ ფოტორეპორტიორებს შორის, ვინც ზეწოლის ფაქტებსა და ამის შედეგად მიცემულ აღიარებით ჩვენებაზე ისაუბრა. დღეს სტუდენტურმა პროტესტმა გაეროს თბილისის წარმომადგენლობის ოფისთან გადაინაცვლა. პრეზიდენტ სააკაშვილის ნიუ-იორკში გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ლაბორატორია 1918-მა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა უნდობლობა გამოუცხადოს საქართველოს პირველ პირს. სტუდენტების აქტიურობის პარალელურად ძლიერდება მათზე ზეწოლაც. მართალია ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ერთდღიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, სანდრო ცაგარელს სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ დააკისრა ჯარიმის გადახდა. სტუდენტებს უპირისპირდებიან სოციალურ ქსელებშიც. სტუდენტების პროტესტის მე-7 დღე საქალაქო სასამართლოსთან დაიწყო. ლაბორატორია 1918-ის წევრები თანამოაზრის გათავისუფლებას ოვაციით შეხვდნენ. თუმცა სანდრო ცაგარელს სასამართლომ სამართალდამცველების სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. სტუდენტი უნივერსიტეტთან 24 სექტემბერს აქცია კონცერტის დასრულების შემდეგ დააკავეს. მე ვფიქრობ, რომ იმის გამო, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად აწყნარებდა ხოლმე იქ ადამიანებს აშოშმინებდა, სწორედ ესეთი ადამიანები არ აწყობთ, ეხლა რომელიც მშვიდობაზე არის ორიენტირებული, პირიქით უნდათ რომ რამე პროვოკაცია მოხდეს და იმიტომაც იყო ჩემი დაკავება მათთვის აუცილებელი. ამ ფაქტს შეესწრო რამდენიმე პირი, რომლებსაც შეეძლოთ სასამართლოსათვის მოეთხროთ სანდროს დაკავების გარემოებები და რეალურად ადგილი ჰქონდა თუ არა სამართალდარღვევის ჩადენას, ეს გამოჩნდებოდა მოწმეთა ჩვენებიდან, მაგრამ სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ასევე არ დააკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა ვიდეო თვალის გახსნასთან და ჩანაწერის ნახვასთან დაკავშირებით. ლაბორატორიელები შუადღისთვის შეკრების ტრადიციულ ადგილს დაუბრუნდნენ. უნივერსიტეტის ეზოდან კი გაეროს ოფისთან გადაინაცვლეს. ქვეყნის პირველი პირის გაეროში დღეს დაგეგმილ გამოსვლას ასეთი პროტესტით გამოეხმაურდნენ. დღეს სააკაშვილი გამოდის გაეროში და ჩვენ უნდა გავაგებინოთ მთელ მსოფლიოს გაეროს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დიქტატორი, მან დაიწყო რეპრესიები საკუთარი ხალხის მიმართ, სტუდენტების მიმართ. სტუდენტთა აქტიურობასთან ერთად იზრდება მათზე ზეწოლა სოციალურ ქსელში. ამჯერად სამიზნე ლაბორატორია 1918-ის Facebook-ის ოფიციალური გვერდი გახდა. ეს მესამე მცდელობა გქონდათ, დაერეპორტებინათ და გაექროთ ჩვენი ოფიციალური გვერდი Facebook-ზე. ამისათვის იყენებენ ჩვენ წინა გვერდს, რომელიც არის ეხა მათ მფლობელობაში და ამ წინა გვერდით ავრცელებენ პროვოკაციული შინაარსის სტატუსებს ან განცხადებებს და სტუდენტებს და Facebook-ის მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ დაარეპორტონ ჩვენი ახალი გვერდი.
სოციალური ქსელი დღეს ლაბორატორიელებისთვის კიდევ ერთი რამით გახდა აქტუალური. სტუდენტები YouTube-ზე გამოქვეყნებულ რამდენიმე წლის წინანდელ ვიდეოსაც გამოეხმაურდნენ, სადაც უშიშროების საბჭოს ახლანდელი მდივანი გიგა ბოკერია თანამოაზრის, მაშინდელი კმარას წევრის უკანონო დაპატიმრებას აპროტესტებს. წესების დაცვა აქედან არ უნდა დაიწყოთ, იქიდან უნდა დაიწყოთ რა რომ პასუხს რო გქცევთ ოფიციალურად, მე გავარკვევთ, რის საფუძველზე დავაკავეთ ხალხიო. ამის მერე კანონებზე არ უნდა ლაპარაკოთ თქვენ. ის ხალხი, ვინც თავის დროზე ჩვენს მდგომარეობაში იყო, ეხლა გვებძვის ჩვენვე. სტუდენტები სამოქალაქო აქტივობას ხვალიდან განაახლებენ. ელთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე რიკარდო მილიორი შეშფოთებას გამოთქვავს წინა საარჩევნო პერიოდში საქართველოში გახშირებული დაპატიმრებების გამო და ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მილიორიმ დღეს განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაპატიმრების ფაქტებს სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. საქართველოს უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ძალზე შეშფოთებული ვარ მედიით გავრცელებული ინფორმაციებით, რომლებიც იუწყებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და ოპოზიციური პარტიების აქტივისტების ურიცხვი დაკავებების შესახებ. არჩევნები არის კარგი შესაძლებლობა დიალოგის გამართვისთვის, რომელიც ღირსეულად უნდა წარიმართოს. ამ ყველაზე სენსიტიურ პერიოდში ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდებ. ბალანსის დარღვევის ნებისმიერი ქმედება გახდება სერიოზული შეშფოთების საბაბი, აცხადებს რიკარდო მილიორი. დღის მთავარი ამებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. პროკურატურის მასალები ოპოზიციის წინააღმდეგ. ადეიშვილის უწყება კანონიერი ქურდებისა და პოლიტიკოსების კავშირზე საუბრობს. ფაქტები ძალიან წვალობენ, მე მინდა გითხრათ, ეს არის მართლა უკვე წვალებლობა, მეც ვერაფერს დავარქმევ, არის აგონიაში ჩავარდნილი. ფანტომასის რაღაც მეოთხე სერიას გავა ჩემ ბავშვობაში იყო რაღაც ასეთი პაროდია. სასჯელ ახსრულების სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასები და პრემიები და თანხას ხარჯავდა წლების განმავლობაში სახელმწიფო პენტენციალურ სისტემაზე. ის ადამიანები, ვინც მართობდნენ სისტემას, ახალისებდნენ ამ ადამიანებს მათი საქმიანობიდან გამომდინარე. მე არ გამოურიცხავ, რომ ამ საკითხით დაინტერესდეს კონტროლის პალატა. რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა ჩემთვის ეს არ არის პირველი პრიორიტეტი. თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98. წინასწარ სენსაცია დაანონსებული მასალა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. კრიმინალურ ავტორიტეტთან გადაღებული ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ გოგა ხაინდრავა პროკურატურაში დაიბარეს. დღევანდელი მასალით საქართველოს ძალოვანმა უწყებამ დაადასტურა, რომ ხაინდრავა ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს იცნობს. თუმცა ეს მას არც არასდროს დაუმალია. მასალა გადაღებულია 1 წლის წინ, როგორ უკავშირებს ხელისუფლება 2011 წლის ნოემბერში გადაღებულ ფოტოებს დღევანდელ პროცესებს. სერიალი ალბათ გაგრძელდება, თუმცა გამოქვეყნებულ ვიდეოებს დღეს უკვე უწოდეს ჟანრის კრიზისი. ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას. კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი დანაშაულებრივი ჯგუფების შექმნას. ამ განცხადების დასტურად მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებს ვიდეო მასალა და მისი აღწერილობა წარუდგინა, რომელიც მისივე თქმით ქართველ სამართალდამცველებს საფრანგეთის ჟანდარმერიამ მიაწოდა. შეხვედრაში მონაწილე კანონიერი ქურდები: რევაზ ლორთქიფანიძე, არტურ იუსბაშევი, გოგი მაისურაძე, ვაჟა ბიგანიშვილი, რამაზ ჯინჭარაძე, თამაზ გოგოლაძე და სულხან თვალჭრალიძე, გიორგი ხაინდრავა ყოფილი ქართველი მინისტრი, რეჟისორი. საფრანგეთში ჩამოვიდა 4 ნოემბერს თავისი ბოლო ფილმის პრეზენტაციისთვის. შემდგომში გაემგზავრა სამხრეთ საფრანგეთში ლორთქიფანიძესთან შესახვედრად. მონაწილეობდა ლორთქიფანიძის ბინაში 9 ნოემბერს კანონიერი ქურდების შეკრებაში. საფრანგეთი დატოვა 11 ნოემბერს და გაემგზავრა საქართველოში. არსებული ინფორმაციით საქართველოში ზოგიერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა დაამყარა ახლო ურთიერთობა კანონიერ ქურდებთან, რომლებსაც შესწევთ უნარი აღმოუჩინონ სათანადო დახმარება არსებული ხელისუფლების დამხობის მიზნით. მასალის ქართული მხარისთვის გადმოცემის შესახებ საფრანგეთის ჟანდარმერიასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ განცხადება ნაციონალური არხების ეთერით გუშინ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა გააკეთა. ჩვენი კონსულტაციები ეხება გამოძიებას, რომელსაც აწარმოებს საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია. ამავე საკითხებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით. პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით, რომელშიც ამომრჩეველთა ლიგის წევრი გოგა ხაინდრავაც ფიგურირებს, ყოფილი ელჩი ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ფრანგული მხარისთვის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
ჟანდარმერიამ საინტერესო დასკვნა მოეყოლა, რომ ეს არ გამოყენებულა საფრანგეთის შიდა მოხმარებაში, ანუ არ გავრცელებულა ეს მასალა, იმიტომ რომ არ წარმოადგენდა საფრანგეთის უსაფრთხოებისთვის რაიმე ტიპის პრობლემას, უბრალოდ მათ ეს რადგან მოითხოვა საქართველოს მხარემ და ხელისუფლებამ მათ ეს ინფორმაცია მიაწოდეს. ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი. და მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, მას თავის ცხოვრების გზა, ახლა ჩემი ცხოვრების გზა, ჩვენ ურთიერთობა არც სიყვარული ერთმანეთის და არც მეგობრობა, ასე ვთქვათ, არ გაგვიჩერებია. მე ვიყავი პარიზში, ვილაპარაკეთ ტელეფონზე, გავიგე რომ საავადმყოფოში მწერს და საკმაოდ მძიმე რაღაცა პრობლემები აწუხებს და ჩავედი, ვნახე. ადასტურებს თუ არა საქართველოში საფრანგეთის საელჩო, რომ მასალის გამომგზავნი ჟანდარმერიაა. ამ კითხვით მეცხრე არხმა საფრანგეთის საელჩოს მიმართა. საელჩოს პრესამსახურში დაგვირდნენ, რომ დიპლომატიური უწყების განმარტება შესაძლო იყო მოგვიანებით მიგვეღო, თუმცა საფრანგეთის საელჩოს განმარტება არც მოგვიანებით გაუკეთებია. ციხეებში წამების ფაქტებთან დაკავშირებით სასჯელ აღსრულებისა და თავდაცვის მინისტრობის დროს ბაჩუ ახალაიას ყოფილი მოადგილის კახა ბუცხრიკიძის გვარიც დასახელდა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბუცხრიკიძე, რომელიც ახლა თერჯოლაში ნაციონალური მოძრაობის სახელით მაჟორიტარობაზე კენჭს იყრის, ციხის ბუნტის დარბევასა და ტელეკომპანია იმედში ჩატარებულ სპეცოპერაციებს ახალაიასთან ერთად ხელმძღვანელობდა. გავიმარჯვებთ ჯერაც იმის რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდება, ვხედავთ ამას და ერთად ყოფნით უნდა გქონდეს ნათელი მომავალი. მართველი პარტიის კანდიდატზე სკანდალურ სტატიასა და სპეცოპერაციის დროს გადაღებულ ფოტოს გაზეთი ალია აქვეყნებს, რომელიც გაზეთის მტკიცებით ნაციონალური მოძრაობიდან მიაწოდეს. ალიას ინფორმაციით ბუცხრიკიძე ბაჩუ ახალაიასთან ერთად 2006 წლის 26 მარტს ციხის ბუნტის დარბევას, 2007 წლის 7 ნოემბერს კი ტელეკომპანია იმედში ჩატარებულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. იცით ალბათ როგორი მდგომარეობაც იყო იმედის წინაშე, მაგრამ ისე ის რომ ის იყო ამ ოპერაციის მონაწილე, ამის შესახებ ლაპარაკობდა ხალხი. თავად მართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ სპეცფორმა არასოდეს სმია. განსხვავებით თქვენ იცით რომ დეზინფორმაცია სპეციალურად აუჩელებენ არჩევნების წინ. გავრცელდა ერთი ფოტო, სადაც თქვენ პოლიციის ფორმაში ხართ. არა, განსხვავებული არასდროს მაგ. სპეცფორმა არასდროს ამსვენ, როდეს მასած. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მეცხრე არხი ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირდა, თუმცა კომენტარზე უარი გვითხრეს. მართველი პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე კი კახა ბუცხრიკიძის ბიოგრაფიაში წერია, რომ იგი უშიშროების, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. ამ უწყებებში განხორციელებულ რეფორმებში კახა ბუცხრიკიძე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასეთივე რეფორმისტული სულისკვეთებით აპირებს დაუბრუნდეს მშობლიურ რაიონს. სასჯელ აღსრულების სისტემის რეფორმა, რომლის მარცხი ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა, ბიუჯეტს გასული 6 წლის განმავლობაში 100 მილიონი ლარი დაუჯდა. დღემდე უცნობია პენტენციური უწყებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი გრანტების ხარჯვის მიზნობრიობაც, რომელიც საერთო ჯამში 200 მილიონ ლარს აღწევს. სასჯელ აღსრულების სისტემის ეგრეთ წოდებულ ეფექტურ სახელმწიფო სტრატეგიაზე გახარჯული ფულადი რესურსიდან გადასახადის გადამხდელებმა შედეგად გარემონტებულ ციხეებში ნაწამები პატიმრები და მსჯავრდებულების არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული მაღალჩინოსნები და ციხის თანამშრომლები მიიღეს. პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ ხელისუფლება პენიტენციარული სისტემის ძირეულ რეფორმაზე ალაპარაკდა. შეცდომების გამოსასწორებლად ახალმა მინისტრმა სასჯელ აღსრულების დაწესებულებებისთვის შესაძლოა დამატებითი საბიუჯეტო თანხებიც მოითხოვოს. ეს თანხები მე ყოველთვის ვამბობდი, გადაშალეთ ანგარიში. რეკომენდაცია იყო საქართველოს მთავრობაზე გაუზარდეთ ბიუჯეტის სასჯელ აღსრულების სისტემას. ესე იგი მე არ ვთვლიდი, რომ ეს სახსრები იყო ადეკვატური. 300 მილიონი ძალიან დიდი თანხაა, თუმცა ნახეთ, რამდენ წელზეა იგი გადანაწილებული. არა აქვს მნიშვნელობა ამ სისტემაში მილიონებს დახარჯავ და მილიარდებს თუ კაპიკებს დახარჯავ. თავარი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება იმ ჯალათების, იმ სადისტების მიმართ სპეციალურად ასეთი კადრები ირჩეოდა, რომელსაც ხელი არა უკანკალდებოდა და შეკოთებს სიამოვნებითაც შეასრულებდა. ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ ფასადური იყო, ისე როგორც ფასადური დემოკრატია შენდება და ფასადურად შენდება ქვეყანა, ესეც ფასადია, ციხის გარედან გარემონტება, თუნდაც საკანსის სუფთავი და ასე შემდეგ. სისტემურ მარცხს ხელისუფლება მეტწილად სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების დაბალი ანაზღაურებით აცხსნის. საბიუჯეტო მონაცემებიდან კი ირკვევა, რომ მხოლოდ 2006-2008 წლებში მათი სახელფასო განაკვეთებისთვის ხაზინიდან 94 მილიონი ლარი გამოიყო. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ანაზღაურება უწყების მაღალჩინოსნებმა, მინისტრებმა და დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა მიიღეს. თუ მათი საქმიანობა ფასდებოდა მაღალ ინსტანციების მიერ შესაბამისი ფულადი პრემიებით, გამოდის რომ სისტემა ის ადამიანები, ვინც მართავდნენ სისტემას, ახალისებდნენ ამ ადამიანებს მათი საქმიანობიდან გამომდინარე.
პენიტენციარულ სისტემაზე საბიუჯეტო თანხების არაეფექტური ხარჯვის ტენდენციიდან საუკეთესო გამოსავლად ეკონომისტების სასჯელ აღსრულების დაწესებულებების განკერძოებას მიიჩნევენ. პენიტენციარული სისტემის რეფორმა და თვითონ სააკაშვილმა თავის მინისტრობის დროს დაიწყო საუბარი, როგორც აღმოჩნდა, ზუსტად ისეთი მდგომარეობა იყო, რაც მის მისვლამდე. ხო? ძალადობა, მოუწესრიგებელი ციხეები და ასე შემდეგ. ხო ესეა? გამოჯებესებული ინფრასტრუქტურა. ხო, დახარჯული ფული იმისათვის, რომ ვიღაცამ დახარჯა 5 და მიითვისა 3-ჯერ 4 მეტი, როგორც ჩანს, როგორც ირკვევა. მაგრამ წინასწარ შემთხვევაში ესეთი ხარვეზები არ იქნებოდა. საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციარული სისტემის ჩამოყალიბებას 2006 წლიდან ჯამურად 350 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. გამორიცხული არ არის მარცხის აღიარების შემდეგ ამ ხარჯების რევიზია სასჯელ აღსრულების უწყების ახალმა მინისტრმა მოითხოვოს. მიხეილ სააკაშვილის ტრაგედია, რას მეტყველებს ციხეში გაუპატიურების სკანდალი საქართველოს ვარდების რევოლუციაზე ამ სათაურით აგვაყნებს ცელ სტატიას ცნობილი ამერიკელი მკვლევარი ჩარლზ ფეირბანკსი ყოველკვირეულ ამერიკულ ჟურნალ ატლანტიკში. რადგან ამ დანაშაულის უკან სვამს კითხვა სტატიის ავტორი და თვითონვე პასუხობს, რომ ის ვიდეო მასალა, რაც ხალხმა ტელევიზიით ნახა, ქვეყანაში არსებულ რეალობას და სასტიკ სისტემას ასახავს. მისი აზრით, ამ სისტემის მიზანია ხალხს დაანახოს, რომ მათ არ გააჩნიათ უფლებები და ძალა და მათ განკარგულებაში არიან ვინც ამ ძალას ფლობს. ხელისუფლება ამ გზით ხალხზე კონტროლის დამყარებას ცდილობს, წერს ფეირბანკსი. ნაციონალური მოძრაობა მასშტაბურად მართავს შიშით და არჩევნებში გამარჯვებისთვის შიშის ფაქტორს გადამწყვეტ ელემენტად მიიჩნევს. ნათქვამია სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ მეთოდოლოგიური წამება და გაუპატიურება საქართველოს სასჯელ აღსრულების სისტემაში საქართველოს პოლიტიკური სისტემის ღრმა კრიზისის სიმპტომებია. ციტატა წერილიდან სააკაშვილი დღეს არის ხაფანგში გაბმული ტრაგიკული ფიგურა. ჩარლზ ფეირბანკსის აზრით წინა საარჩევნო კამპანიის ბოლო კვირა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება. საქართველოს სტატიას აქვეყნებს ვაშინგტონ პოსტიც 8 წლის წინ პატარა მთიანმა ქვეყანამ მშვიდობიანი რევოლუციის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქაოსს თავი დააღწია და დასავლურ სახელმწიფო ტრანსფორმაცია დაიწყო. ახლა კი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ახალგაზრდა დემოკრატია კრიტიკული გამოცდის წინაშე დგას. ავტორი ამბობს, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების სახით პირველად მონაწილეობს სერიოზული ოპოზიცია. წინა კვირას ციხეებში ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაზე საერთაშორისო მასშტაბით მანამდე არსებული წარმოდგენა შეიცვალა. წერს ვაშინგტონ პოსტი და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის 1992-დან 2010 წლამდე $3 მილიარდ მეტი ინვესტიცია ჩადო. ტელეკომპანია მეცხრე არხისა და გლობალ ტივის გარშემო გაინტერესებულ მოვლენებზე იმსჯელეს დღეს ბრიუსელის პრეს-კლუბში გამართულ დისკუსიაზე. შეხვედრაში ევროსტრუქტურების წარმომადგენლები, დეპუტატები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ევროპის სამაუწყებლო გაერთიანებების მესვეურები მონაწილეობდნენ. საქართველოში მედიის მდგომარეობა დისკუსიის მონაწილეებს ტელეკომპანია მეცხრე არხის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა გააცნო, რომლის თქმით ევროპელები ცალმხრივად არიან ინფორმირებული ქართულ მედიაში არსებული ვითარების შესახებ. საჭიროა ესეთი დისკუსიები, ინფორმაციის გაცვლა, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ არაინფორმირებულია, ნაკლებად ინფორმირებულია ევროპული საზოგადოება საქართველოში მედია გარემოს შესახებ და მედიაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც საქართველოში ხდება. სამხრივი ინფორმაცია აქვთ მათ, აქვთ ხელისუფლებისგან ძირითადად ინფორმაცია, რომ იქ ყველაფერი კარგად არის, რომ მედია თავისუფალია, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. ტელევიზიების მოთხოვნა საკაბელო კომპანიებს მასქერი არჩევნების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს მიმართვას ამ მოწოდებით ტელეკომპანიები კავკასია, მაესტრო და მეცხრე არხი ავრცელებენ. იმის მიუხედავად, რომ პეტიციას ამავე მოთხოვნით ხელით 15,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა საკაბელო კომპანიების ნაწილს ამ თემაზე საუბარი არ სურს. ნაწილი მეცხრე არხს არასაკმარისად პოპულარულად მიიჩნევს, ნაწილი კი წინა საარჩევნო ზეწოლაზე საუბრობს. ტელეკომპანიები მაესტრო კავკასია და მეცხრე არხი გთხოვთ ჩვენი არხები ჩართული დატოვოთ უსასყიდოდ. ეს მასქერის გათიშვამდე 6 დღით ადრე 3 მედია საშუალების მიმართვას 3 ადრესატი ყავს. ხელისუფლება საარჩევნო წელი საქართველოში არ სრულდება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები და მომდევნო წელს დაგეგმილია უკვე საპრეზიდენტო არჩევნები. ამომრჩეველთა ინფორმირებისათვის საჭიროა მათ ხელი მიუწვდებოდეთ ალტერნატიულ ინფორმაციაზე. საკაბელო კომპანიები არის მოთხოვნები ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ ხარვეზებით გაუშვან მეცხრე არხი და მაესტრო, იქ სადაც კავკასიას
რამე თუ ეს იყოს შეწუხდეს მაყურებელი და თქვა გადართოს და ასე შემდეგ. და მაყურებელი. პირველ რიგში მაყურებელმა უნდა მოსთხოვოს საკუთარ საკაბელო ოპერატორს, რომ ეს ტელეარხები, რომლებზეც ახლა საუბარია, დარჩეს მათ საკაბელო ქსელში არჩევნების შემდეგ. მასქერის გაგრძელებას არჩევნების შემდეგ წინა საარჩევნო ზეწოლა გამორიცხავს. ასეთია კომპანია Global TV-ს განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორის პოზიცია. დიდი ზეწოლა ხდება მათზე, მას შემდეგ განსაკუთრებით რაც მოხდა ციხის სკანდალური კადრების გამოჟღავნება და გაშვება. რეალურად შეიძლება ჩაითვალოს, რომ მასქერი ფაქტურად ჩაიშალა, იმიტომ რომ ხდება ხშირი წყვეტა, ფაქტურად საინფორმაციოების გათიშვები, ცუდი ხარისხის გაშვება და რეალურად უმეტეს შემთხვევაში მეცხრე არხი განსაკუთრებით ფაქტურად არის მაუწყებლობის გარეშე. პოლიტიკურ ჩარევას გამორიცხავენ სხვა კომპანიებიც. Super TV მეცხრე არხის საკაბელო პაკეტში დატოვებას მისი პოპულარობის გამო ფიქრობს. კომპანია GNN კი სწორედ არაპოპულარობით იწუნებს. ყველა პოპულარული არხი მექნება მე ქსელში, რომელიც ჩემ პოპულარობას საინტერესოს. მასქერის გაგრძელებაზე საუბარი არ სურთ კავკასიის ტივისა და სილკდეთში. სანამ კომპანიები ფიქრობენ, პეტიციას მეცხრე არხის, მაესტროსა და კავკასიის საკაბელო პაკეტში დატოვების მოთხოვნით უკვე 15,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. კონკრეტულად მეცხრე არხის ახალ ამბებს დღეს დილიდან გურჯაანში კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის ახლო ნათესავები ფიზიკურად უსწორდებიან. ნაცემია 6 ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი ნიკოლოზ პატარქალიშვილი ქალატვინის დახურული ტრამვით გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაპირისპირების მიზეზი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის პლაკატების ჩამოხევა გახდა. დღესვე გურჯაანის პოლიციის თანამშრომლება კოალიცია ქართული ოცნების 2 აქტივისტი ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო დააკავეს. ამ ეტაპზე ჰემოდინამიკა ნორმაში ჩდება, მაგრამ თავის არეში შუბლის მიდამოზე არის 2 მცირე ზომის დაზიანების კერა, განვითარებული მცირე ზომის ყორძით. მე და გოგო მივდიოდით, დავსეირნავდით რა, უცბად გაჩერდა 2 მანქანა. ერთი წინიდან დაგვიდგა, ერთი უკნდა რა. შემთხვევით უეცრად გადმოვარდა ერთი და დამარტყა ხელი, არ ვიცი, ხელში რა ეჭირა. შეიძლება ან მუშტი ან ხელში რა იმაძიმე საგანი, წამიერად დავკარგე გონება. გადავასწრით 4 ავტომობილს, რომლებიც წამოგვეწინენ. გადმოვიდნენ ავტომობილებიდან საჯარო მოხელეები, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრები, ასევე გუბერნატორ სიბაშვილის ნათესავები, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ღვინიაშვილის ახლობლები და გაგვისწორდნენ ფიზიკურად. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ახმეტის, ყვარლის და გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა. სამართლიანი არჩევნები, იაფი კრედიტი, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, განათლება, ჯანდაცვა ეს ის საკითხებია, რაზეც დღეს კოალიციის ლიდერმა კახეთში ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა პოლიციის თანამშრომლებსაც მიმართა და სთხოვა მათ ნუ ჩაიდენენ უსამართლობას და დაემორჩილონ ხალხის ნებას. შეხვედრის მსვლელობისას ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების კოლონა გაბმული საყურებით ცდილობდა შეხვედრის ხელის შეშლას. ჩვენი ხელისუფლება, რომელიც არის ერთადერთი პროფესიის ოსტატი, ერთადერთი რაც კარგად იციან, ეს იციან სიცრუე. შემდგომ დააფუძნეს ძალადობა და დააფუძნეს აი სწავება, რაც თქვენ ნახეთ ციხეებში და მოახდინეს ის კვლელობა და ეს არის ერთადერთი, რაც ლაფანგურში მოხდა, რაც თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ორივე მხრიდან დააპირისპირეს ჩვენი მოქალაქეები. აქედან ჩვენ და იქიდან ჩვენი კისტები და დაახოცინეს ერთმანეთი. აი, ამის სპეციალისტი და ამის პროფესიონალი არის ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი სააკაშვილი. მათ უარავ, სოფლიო დონის მათ უარავ და დაღლითი. აი, ამას ახერხებს ყველაფერს ეს კაცი, რომ სიცრუეში შეიყვანოს და ამყოფოს მთელი ქვეყანა. მე მინდა მიმართო პოლიციას. რამდენიმე დღე დარჩა ჩვენს გამარჯვებამდე. თავს ნუ შეიწყოთ, იცოდეთ, რომ ყველა კანონმდებლობაზე პასუხს აგებ და აგებ ძიმე პასუხს. ნუ გადაყვებით ამ ერთ კაცს. ამას არავითარი შანსი აღარ აქვს ხელისუფლებაში დარჩენის. მიმართვა ქართველ ემიგრანტებს, მომღერლები, მსახიობები, მწერლები და სპორტსმენები ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობას თხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევანის გაკეთება მათ სამუშაო დღეს მოუწევთ. კლიპი ბასა ფოცხიშვილმა გადაიღო. ჩვენო შვილებო, მოგმართავთ თქვენ. ინტერნეტში გავრცელდა კლიპი, სადაც საზოგადო მოღვაწეები ქართველ ემიგრანტებს მიმართავენ და არჩევნებში წასვლისკენ მოუწოდებენ. კლიპი ბასა ფოცხიშვილმა გადაიღო.
აქ აბსოლუტურად არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ ამა თუ იმ პარტიას ან პოლიტიკურ ძალას მისცენ ხმა. უბრალოდ მათ ემიგრანტებმა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მივიდნენ არჩევნებზე, იმიტომ რომ მიიღონ მონაწილეობა თავიანთი ქვეყნის ცხოვრებაში. ვიცით მუშაობთ, დრო არ გაქვთ, მაგრამ ერთი დღე როგორმე გამოყავით. უცხოეთში მცხოვრებო თანამემამულეებო, მოგმართავთ სიყვარულით, მოწიწებით, პატივისცემით. გთხოვთ, რომ მიხვიდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. ეს არის საზოგადო მოღვაწეთა მიმართვის შინაარსი. იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი ორშაბათს დაგეგმეს, ისინი დაკავებულები არიან იმით, რომ იქ ლუკმაპური იშოვონ და ოჯახები არჩინონ, რომ მაინც გაიღონ ეს ენერგია და მივიდნენ არჩევნებზე აუცილებლად. რეჟისორს კლიპის გადაღების იდეით ორგანიზაციამ ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის მიმართა. ამ ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში მილიონზე მეტი ქართველი ემიგრანტია, თუმცა საარჩევნო სიებში მხოლოდ 42,000-ია რეგისტრირებული. მაია კობაიძე უკვე 12 წელია თურქეთში ცხოვრობს და ამბობს, რომ თურქეთში მცხოვრებ ემიგრანტთა უმეტესობამ არჩევნებზე წასასვლელად დასვენების დღე ორშაბათ დღეზე გადაცვალა. ჩვენ ვიყავით საქართველოში ეს აქცია ჩავატარეთ, ჩვენ დავბრუნდებით ალბათ მოგეხსენებათ და რაც დავბრუნდით უკვე 2 დღეა, გვაქვს უამრავი ზარი, ვინც აქამდეც არ იყო ამ რეგისტრირებ როგორმე დაგვეხმაროთ, იქნებ როგორმე საელჩოსთან დაგვაკავშიროთ, რომ არის უამრავი ხალხი, ვინც არის თანახმა იმაზეც კი, რომ დაკარგოს სამსახური, ოღონდაც მივიდნენ არჩევნებზე. უამრავია ასეთი. არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ ემიგრანტების ნაწილი თარიღის არასამუშაო დღეს დანიშნას ითხოვდა. ხელისუფლებამ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა. საზოგადო მოღვაწეების თხოვენ ემიგრანტებს ამის მიუხედავად მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირონ. გააკეთე შენი არჩევა. თუმა რეაქცია კლასიკური გიმნაზიის წინ ახალგაზრდა მწერლები ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ქართულ ციხეში წამების ფაქტები დუმილით გააპროტესტეს. ახალგაზრდა პოეტები ძალადობას აპროტესტებენ. ილიას და აკაკის ძეგლთან დღეს მათ 5-წუთიანი მდუმარი აქცია გამართეს. ვაპროტესტებთ ქართულ ციხეებში მომხდარ იმ ამაზრზენ ფაქტებს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ტელევიზიის საშუალებით. ჩემი აზრით ეს ყოველივე არის ადამიანის სულში ჩაფურთხება და ეს არის ქართველი კაცის სულიერად წაბილწვა. პატიმრების არაადამიანური მოპყრობის გამო ხელოვანები ხელისუფლების მიმართ კონკრეტული მოთხოვნებით გამოდიან. უნდა დადგას პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჩარეული იყო ამ საქმეში და რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა აღებული იმაზე, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იყოს ელემენტარულად დაცული. აქციაზე პოეტმა გიორგი ცხვიტარიამ ექსპრომტად მეცხრე არხისთვის ერთსტროფიანი ლექსიც დაწერა. ხელი ხელს მივცეთ და გული გულს დაუთმოთ, ისევ აგუგუნოთ მრავალი ჟამიერი. დუმარი აქციის შემდეგ ხელოვანები ფილარმონიისკენ გაემართნენ და იქ მყოფ სტუდენტებს შეუერთდნენ. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ყოველდღურად ახალი ვიდეო კლიპი ვრცელდება. ქართველი ხელოვანები საერთო პროტესტს უერთდებიან და ამბობენ, რომ თითოეული მათგანი ვალდებულია გამოხატოს თავისი აზრი. ჩვენ ვართ საქართველო. ამ სახელწოდებით პირველი ვიდეო კლიპი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. სხვა საპროტესტო კლიპებთან ერთად ისიც ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ ვართ საქართველო და ჩვენ ვითხოვთ ცვლილებებს, ვითხოვთ გადადგომებს, არა თანამდებობებიდან. სოციალურ ქსელში განთავსებულ ჩვენ ვართ საქართველოს ახალ კლიპში ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებიც მონაწილეობენ. დავგმოთ სამუდამოდ ყველა დონეზე, ყველა გამოვლინებით აგრესია, ცინიზმი, წამება. სამოქალაქო ვიდეოები მე ვფიქრობ, რომ ძალიან კაი არის ყოველთვის. იმიტომ მომეწონა. ეს შემომთავაზეს იქ რომ თქვა, მქონდა თუ არა სურვილი ესეთ ვიდეოში ყოფილიყავი, რომ ძალიან ემთხვევა ჩემ აზრებს, რომ მე მგონია, რომ მართლა მე და თქვენ და ყველანი არის საქართველო და ქვეყანა შევადგენ ჩვენ. მსახიობი ჯაბა კილაძე, რომელიც პოლიტიკაში არასდროს ერეოდა, საყოველთაო პროტესტს უერთდება და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ხალხის ეროვნული ღირებულებები შელახა. სურს იცხოვროს ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ. ცივილ სამყაროში ესეთი რამე რომ მოხდეს, დარწმუნებული ვარ, რომ მთელი მთავრობა გადადგება. იმიტომ რომ შენ როცა ამბობ, რომ მე ეს არ ვიცოდი, მე თუ მკითხავ, ეს ორჯერ უფრო დიდი შეცდომაა. ეს ხდება 9 წელია.
და მინდა თქვა რომ მე რომელსაც არანაირი შეხება არც კრიმინალთან ცხოვრებაში არ მქონია, არც პოლიციასთან და არაფერთან ხვდები, მე გამიგია ვინმე ოლეგას სახელი, რომელიც გდანში ხალხს ლეწავდა. მე თუ გამიგია ჯაბაკილაძე, შენ როგორ არ გაგიგია, გინდა იმას მინისტრს, გინდა პრეზიდენტს, სირცხვილია, ნუ ამბობ მაინც, რატომ მატყუებ? მშვიდობიანი პროტესტი სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ახალი ვიდეოკლიპებით გრძელდება. ყველა მათგანის შექმნის მიზეზი პატიმართა წამების ფაქტებია. მიზანი კი ძალადობის გაპროტესტება. ყველაფერი დამთავრდა. ახლა ხალხის ჯერია. მე ვარ საქართველო. და ბოლოს ეკაბერიძემ მთავარი კითხვით სტუმრებისა და თემების შესახების თავად გვესაუბრება ეკა საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა, ნათია მივესალმები მეცხრე არხის მაყურებელს. მთავარ კითხვას დღეს ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი უპასუხებს იმის შესახებ, თუ როგორია ევროკავშირის პოზიცია პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით, რატომ მიდის ცესკო საკუთარი ლოზუნგის წინააღმდეგ ზურაბ ხარატიშვილი, რა ინფორმაციას ფლობს ხელისუფლების კომპრომატებზე ლაშა ნაცრიშვილი და რას აკეთებდა ქართველი ოპოზიციონერი გოგი 2011 წლის ნოემბერში პარიზში. გოგა ხაინდრავა გადაცემა მთავარი კითხვა. მადლობა ეკა, წარმატებები. მთავარი კითხვა რამდენიმე წუთში ახალი ამბის დასრულებისთანავე გავა ეთერში. თქვენ უყურებდით მე 9 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.